სოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. სოფლიო ბანკმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0.5%-ით არის გაზრდილი. 2027 წელს კი სოფლიო ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს. 2026 წელს სოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. გაზრდილია როგორც 2025 წლის, ასევე 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, კერძოდ 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1.5% პუნქტით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, ვიდრე ამას აქამდე სოფლიო ბანკი ელოდებოდა. ასევე 2026 წელს 0.5% პუნქტით არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკური ზრდა. სოფლიო ბანკმაც გამოაქვეყნა დამოუკიდებელი კეთილსაიმედო მაჩვენებლები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. 2026 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.5%-ით და 5.5%-ია, რაც გამორჩეულია რეგიონში და ერთ-ერთ საუკეთესო მსოფლიოში საქართველოს აგრძელებს ლიერ ეკონომიკურ ზრდას და დარწმუნებული ვარ, უფრო მაღალი ზრდის ტემპი ექნება ქვეყანას.